კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციამ სტარტი გუშინ აიღო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ყოველწლიური წარმომადგენლობითი კონფერენციის მიზანი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 20-მდე ქვეყნის დელეგაცია სტუმრობს, ადგილობრივად კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება. თუ რა მიღწევები და გამოწვევებია ამ დროისთვის და როგორია მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების შესაძლებლობები საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე ლოკალურად, სწორედ ამ და სხვა გლობალურად აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ჩვენს დედაქალაქში. დეტალებით კი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა სტუმრობისთვის. მიუხედავად ძალიან დატვირთული დღეებისა გამონახეთ დრო და ხართ ჩვენთან ერთად, რომ ჩვენს მაყურებელსაც გაუზიაროთ ის ინფორმაცია, თუ რას იტევს სამდღიანი კონფერენცია, რამდენად მნიშვნელოვანია ის ადგილობრივად კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად. მოგესალმები ჩვენს მაყურებელს. გუშინ გაიხსნა კონფერენცია, რომელიც ეხება კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. და კონფერენციის ორგანიზატორია 5 მარეგულირებელი უწყება, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით პასუხისმგებელია პოლიტიკის აღსრულებაზე. ეს არის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს ეროვნული ბანკი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისია და კომუნიკაციების კომისია. წელს წინა წლებთან შედარებით უფრო წარმომადგენლობითია ჩვენი კონფერენცია და ახლობით 18 ქვეყანა. 3 საერთაშორისო ორგანიზაციიდან ძალიან მაღალი დონის სტუმრები, ეს არის OECD, გაეროს ანქტადის ორგანიზაცია და ასევე მსოფლიო ბანკი და დაახლოებით 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი და დელეგატი მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში. და ძალიან საინტერესოა თუ რა არის მთავარი თემები წელს კონფერენციაზე, ერთგვარ ლაიტმოტივად რა გაზდევს კონფერენციას, რომ გითხრათ და 10 პანელია, როგორც ვიცი, 3 დღის განმავლობაში დაგეგმილი და ძირითადი განსახილველი საკითხები რა არის? მთავარი საკითხი, რაც გუშინ იყო განხილული, ეს არის ამ მარეგულირებელი უწყების მიერ ბოლო 1 წელიწადში თუ რა გაკეთდა კანონმდებლობის გაუმჯობესების, აღსრულების და ინფორმირების კუთხით. მართლაც ყველა უწყებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები ამ მიმართულებით. ჩვენი უწყების მაგალითზე გეტყვით, რომ კანონმდებლობის კუთხით ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკვე იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც საუკეთესო აღსრულებას გულისხმობს, როგორც მომხმარებელში და კონკურენციის მიმართულებით. кейსების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გაწყვეტილებები ჰქონდა ფარმაციის, ავტოპარკინგების, ასევე FMCG-ის აბანკო დაზღვევის თუ სხვადასხვა თემების მიმართულებით. ეხლაც რამდენიმე აქტუალურ თემას უყურებთ, ეს არის პესტიციდები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს არის სამედიცინო სერვისები, საწვავი, რიტეილი და ესე შემდეგ. და ასევე მომხმარებელთა უფლებების კუთხით გეტყვით, რომ თუნდაც აღსრულების ნაწილში ჩვენი ნაწილი ძალიან გაძლიერებულია და 57%-იანიც დაგვაქვს მომხმარებელთა მხრიდან მომართვიანობის ზრდის. ეს ნიშნავს, რომ ამ კუთხით აქტივობა ძალიან დიდია. ასევე არაერთი პროექტი, რომელიც ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება, ამ კუთხით ყველა მარეგულირებელი მუშაობს. ჩვენს მაგალითზე გეტყვით, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად, რაც ჩვენ დავიწყეთ მიმდინარე წელს, არის პროექტი სკოლებში, უფროსკლასელებში, რომ მეტი ინფორმაცია შევიტანოთ, რადგანაც ინფორმირებული მომხმარებელი ნიშნავს უფრო მეტ პრევენციას დარღვევების მიმართულებით და ეს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც დღეს იქნება განხილული, ეს არის კონკურენცია ჯანდაცვის სექტორში და მომხმარებელთა უფლებები ჯანდაცვის სექტორში. დღეს ჩვენ მინისტრთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ვიმსჯელებთ ამ მიმართულებით. არის ასევე თემები, რომელიც რეგულატორებს შორის ურთიერთობას ეხება, ციფრული და ონლაინ თემები და კონკურენცია ონლაინ სექტორში არის ერთ-ერთი აქტუალური თემა მსოფლიოში. ეს ალბათ უახლოს პერიოდში ჩვენთანაც ძალიან აქტუალური იქნება და შესაბამისად ჩვენი საერთაშორისო სპიკერები ამ კუთხით წარადგენენ საკუთარ გამოცდილებას. იგივე თუნდაც ბიზნეს გაერთიანებების კონტროლი. წელს ჩვენ დაახლოებით 18 გაერთიანებას გავიცით თანხმობა ბიზნეს
ეგრეთ წოდებული მერჯერები, რასაც ქვია, მათ შორის ორი იყო ისეთი, რომელიც სპეციალურ ვალდებულებებს გულისხმობს და ეს ძალიან აქტუალურია. ჩვენთან ბიზნესი ფართოვდება, ბიზნესი მსხვილდება, ახალი კომპანიები შემოდიან, ინვესტიციები იზრდება და ამ ფონზე ბიზნესის გამსხვილებების კუთხით ჩვენი უწყება ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, იმიტომ რომ ჩვენი თანხმობით ხდება თუ ეკონომიკურ პარამეტრებთან არის თავსებადი ეგ ყველაფერი. მომხმარებელთა უფლებების კუთხით არის ასევე ბევრი თემა, მათ შორის ასევე ონლაინ ვაჭრობის თემები, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს რეალობაში. და ჩაგიკითხებით, სწორედ ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება და ციფრულ მიმართულებას მომართვიანობის დიდი ნაწილი ამ 57%-დან, ხომ ასეა, საიდანაც 90% საქმეების სწორედ მომხმარებელთა სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. მე მინდა გკითხოთ, აი ეს მონაცემი, ერთის მხრივ მომართვიანობის ზრდა, გასაგებია რომ დადებითია, იმიტომ რომ გაზრდილია ინფორმირებულობა მომხმარებლების და ასევე გამარტივებულია დაკავშირება თქვენთან კონკურენციის სააგენტოსთან, ბიუროკრატიული ბარიერები არ არის შესაბამისად, არავინ ამბობს უარს ამ შესაძლებლობაზე, რაც შეეხება 90%-იან დაკმაყოფილებას მომხმარებლების. ეს ხომ არ არის გამოწვევა ბიზნეს სექტორის ნაწილში, მინდა გკითხოთ, ანუ ეს რაზე მიუთითებს პასუხისმგებლიან ბიზნესზე, რომელიც ზრუნავს მომხმარებელზე, თუ ჯერ კიდევ პრობლემა არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ბიზნეს სექტორის მხრიდან? ზრდა პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ უფრო მეტად მომხმარებელმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ და ამას სულ 3 წელია, რაც აღსრულების ფუნქცია გვაქვს და ბუნებრივია მეტი მომხმარებელი ინტერესდება ამ საკითხით, იმიტომ რომ ვაჭრობა იზრდება, ეს სექტორი მზარდია, განსაკუთრებით ვახსენე, რომ 70% ონლაინ ვაჭრობაზე მოდის, დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე მოდის, სადაც ტანსაცმელი და ტექნიკა არის წამყვანი პოზიციებზე, ეს ყველაზე სწრაფად ბრუნვადი პროდუქტებია. ეს ნაწილიც იზრდება, ამიტომ ბუნებრივია საკითხები, სადაც შეიძლება მომხმარებლის პრეტენზია ქონდეს, მეტია. 90% წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ, ეს ნიშნავს, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანია, თუმცა გეტყვით, რომ ბიზნესი ძალიან პასუხისმგებლიანია ამ ნაწილში, ჩვენ ძალიან ისეთი პროცესი თვითონ განხილვის, როცა მომხმარებელი მოდის ჩვენთან, მათ შეუძლია ციფრულადაც, ცხელი ხაზითაც, ძალიან ბევრი შესაძლებლობით მოგმართონ და ეს საქმე დაიწყოს. ბიზნესი იჩენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი, საშუალო ბიზნესი, სადაც ჩვენ საქმეებს ვასრულებთ შეთანხმებით, ან პრობლემა იწურება, როდესაც ჩვენ მოგმართავენ, რადგანაც თუ თანხაა დასაბრუნებელი, თანხა ბრუნდება და საავაჭრო პოლიტიკა თუ არის გასასწორებელი, საავაჭრო პოლიტიკა სწორდება ამ ნაწილში. არის შემთხვევები, როდესაც და ეს ძალიან მცირე ნაწილია, როდესაც დაჯარიმებამდე მივდივართ, ესენი ძირითადად არიან მცირე კომპანიები, რომლებიც ინტერნეტში არიან წარმოდგენილი, მაგრამ სოციალურ ქსელებში უფრო სწორად და ნუ მათ პასუხისმგებლობა შედარებით ნაკლები, მაგრამ აი მსხვილ და საშუალო ბიზნესთან ჩვენ ამის პრობლემა არ აქვს. თვითონ პროცესი განხილვის არის ძალიან ისეთი ჩართულობით, იმიტომ რომ ჩვენ ბიზნეს ჩართულია, ვითხოვთ პოზიციებს, განმარტებებს და ეს ძალიან ისეთი პროაქტიული პროცესია ერთი თვის განმავლობაში, რაც განხილვის ვადებთან არის დაკავშირებული. კი ბატონო, ვისაუბრებთ პროგრესზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ მომართვიანობა გაზრდილია, ანუ ინფორმირებულობის დონეა გაზრდილი. დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ საკანონმდებლო მიმართულებით და სამართლებრივი ბაზით ფაქტობრივად უკვე დაახლოებული ვართ ჩვენ ევროსტანდარტებს, გარდა ამისა ბიზნესის პასუხისმგებლობაზეც წეგან ახსენეთ, რომ საკმაოდ პასუხისმგებლიანია ბიზნესი. აი ეს 3 მიმართულება, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, იყო მთავარი გამოწვევა. რა რჩება გამოწვევად, რომ გითხრათ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სხვადასხვა დელეგაციის წევრების უკავშირი როგორია, როდესაც აფასებენ ისინი ჩვენს ქვეყანაში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის დონეს? მე ვფიქრობ, გუშინ საკმაოდ საინტერესო განცხადებები იყო მათი მხრიდან, მედიაშიც გაჟღერდა. შეფასება ძალიან პოზიტიურია, სხვათა შორის თუ ჩვენ გავაკეთებთ ეს აქტუალურ თემა, ეხლა და ვიტყვი აუცილებლად შევადარებთ ჩვენ შედეგებს და მიღწევებს კონკურენციაში და მომხმარებელთა უფლებებში იმ ქვეყნებს, რომლებიც კანდიდატ ქვეყნები არიან, ჩვენ არნაკლები პროგრესი გვაქვს და პირიქით. მე ნებისმიერთან შეგვიძლია ჩვენ კონკურირება იმ შედეგებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. და ეს ფაქტია, ეს ასახულია შედეგებში, გადაწყვეტილებებში, მომხმარებელთა თვითონ მომხმარებლისთვის მიღებულ შედეგებში და თუნდაც აი ფარმაციის მაგალითზე ვიტყვი, თითეული მოქალაქისთვის და პაციენტისთვის მიღებულ შედეგებში. დავიწყოთ მედიკამენტების ფასების ხელმისაწვდომობის და სამართლიანი ფაზების უზრუნველყოფის ნაწილში, ასევე ის გადაწყვეტილებები და რეფორმები, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში გაატარა და ეს იყო შედეგი ერთგვარი რეკომენდაციების, რომელიც ჩვენ უწყების მიერ იქნა გაცემული, ამან მნიშვნელოვანი შედეგი დაადო. ამიტომ ეს შედეგებში ასახულია, ეს აისახა კიდევაც, როდესაც წელს
თვითონ მსოფლიო ბანკმა საუკეთესოდ შეაფასა ფარმაციის სექტორის ჩვენი გადაწყვეტილებები და მათი მხრიდან გამოხმაურება ძალიან პოზიტიურია, ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, თავარი საკითხი არის ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად არის ინფორმირებული მომხმარებელი კონკურენციაზე და მომხმარებელთა უფლებების შესახებ და საკუთარი უფლებების შესახებ, მით უფრო ნაკლებია დარღვევის ალბათობა, ამიტომ ამ კუთხით ალბათ ჩვენ გავაძლიერებთ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად ჩვენ საქმიანობას და ასევე გამოწვევა არის ის, რომ უფრო ასე ვთქვათ, კრიტიკულად შევხედოთ იმ სტრატეგიულ ბაზრებს, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემატიკა. ჩვენ გვაქვს მონიტორინგები, იგივე რიტეილი ავიღოთ, საწვავი ავიღოთ, ფარმაციის სექტორი ავიღოთ, სამედიცინო სფერო ავიღოთ, სადაც არის გარკვეული საკითხები, ჩვენ ამ ნაწილს აქტიურად ვიკვლევთ, თუმცა თუ ესეთი საკითხები იქნება, რომ აი მაგა არ გამოგვიჭრეს მაქსიმალურად არც ერთი საკითხი, რაც ჩვენ მოქალაქეს აწუხებს და თუ განსაკუთრებით ფასებთან არის ეგ საკითხი. სწორედ ამ მიმართულებით მინდა გკითხოთ, არაერთი მოკვლევა, ასევე მონიტორინგის შედეგებს ველოდებით ხოლმე ძალიან აქტიურად. საინტერესოა, რა მიმართულებით ფიქრობთ და განიხილავთ, რომ 2026 წლისთვის უკვე უახლოვდებით წლის ბოლოს და 2026 წლისთვის დადგეს საჭიროება ახალი სექტორები, რომელიც თქვენი ინტერესის სფეროში შესაძლოა მოექცეს, რომელიც შეიძლება იყოს. ეს მეტნაკლებად დამოკიდებულია თვითონ აქტივობაზე და მომართვაზე ჩვენთან მიმართებაში, თუმცა ალბათ რამდენიმე მთავარი საკითხი მაინც გვექნება, რაც აქამდეც იყო, ეს არის საწვავის ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, რაც გვაქვს და ეს სამშნელოვანია, სამედიცინო სერვისები, სოფლის მეურნეობის სექტორში პესტიციდები და აგროპროდუქტები, აგროქიმიკატები უпроსორად ამ ნაწილზე ჩვენ ალბათ გარკვეული შუალედური დასკვნები გვექნება და ალბათ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ასევე FMCG-ც, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი ბაზარზე არის გამსხვილების ტენდენციები და მუდმივად არის დისკუსია აი პროდუქტების სხვადასხვა ფასებთან დაკავშირებით და პირდაპირ თუ არაპირდაპირ გადასახადებთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ ეს ერთ-ერთი მთავარი თემა გვექნება და ამ ნაწილში კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა სამინისტროებთან, ვისაც უშუალოდ ეხება ეგ ნაწილი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და საქართველოს პარლამენტთან, რომელიც ასევე ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობს და ალბათ მომავალ წელს ამ კუთხით ჩვენ გვექნება გარკვეული შუალედური შედეგები. კი ბატონო და ბატონო ირაკლი, მინდა გკითხოთ, მოკვლევები, მონიტორინგები, საკითხები, სექტორები, რომლებსაც თქვენ ეხებით, რამდენად მოდის თანხმედრაში თუნდაც დასავლური ქვეყნების ინტერესის სფეროებთან, ანუ რამდენად გავართ ჩვენ მათ იმ საკითხებისადმი ინტერესში, რაც იქ არის აქტუალური. ზოგადად ჩვენ ყველა გადაწყვეტილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკას ეყრდნობა, იმიტომ რომ არის ორი მოდელი კონკურენციის პოლიტიკაში, ამერიკული და ევროპული. ამერიკული უფრო არის ასე ვთქვათ, საგამოძიებო პროცესი აწყობილი, ევროპული უფრო არის პრევენციაზე ორიენტირებული, ჩვენ ევროპული კანონმდებლობა გვაქვს და შესაბამისად უფრო პრევენციის ნაწილზე ვმუშაობთ. თუმცა თუ ნახავთ ახლა ჩვენ მთავარ აქტუალურ თემებს, თელს სოფლიოში რამდენიმე აქტუალური თემა, ეს არის თვითონ ბიზნეს გაერთიანებების კონტროლი, რაც ჩვენთანაც ძალიან აქტიურ რეჟიმშია, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ვუყურებთ ყველა ბიზნეს გაერთიანებას, თუ ჩვენ არ მოგმართავენ, ჩვენ თვითონ მიმართავთ ხოლმე ბიზნესს, თუ შეუწყობინებლობას აქვს ადგილი. წელს ექსპერო ძალიან აქტუალურია და მშენებლობა არის წამყვანი მიმართულება, სადაც ყველაზე მეტი ესე ვთქვათ ბიზნეს გაერთიანება დავადასტურეთ. მეორე ეს არის ფარმაცია და სამედიცინო მიმართულება, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამ კუთხით ფასებთან მიმართებაში მიმდინარეობს, როგორც მოკვლევა, ასევე ბაზრის შეფასება და მონიტორინგი. ეს არის ასევე სასურსათო და კვების პროდუქტები, განსაკუთრებით აი ძის პროდუქტები არის რაღაც აქტუალური ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, თუმცა ჩვენთან ეს ჯერჯერობით ეგ საკითხი ესე გამოკვეთილი არ არის, თუმცა FMCG-ს მიმართულებით ჩვენ ბაზრის შეფასებას უყურებთ და რა თქმა უნდა საწვავი, იმიტომ რომ ესეც ეხება აბსოლუტურად ეკონომიკის ყველა სექტორს და ძალიან ბევრი ქვეყანა, იგივე თუნდაც ევროპაში არის იმპორტიორი ქვეყანა და ფასების ზრდა მათთვის ერთგვარი გადაცემის ეფექტია, პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ მუდმივად ამ საკითხებზე არის ერთგვარი დაკვირვება და მონიტორინგი და ჩვენთანაც ეგ თემა რა თქმა უნდა აქტუალურია. ამიტომ რა არის თემები, რაც თითქმის იგივეა, თუმცა არის თავის სპეციფიკის გათვალისწინებით, აი მაგალითად გუშინ მქონდა საუბარი რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ძალიან დაინტერესათ მაგალითად პესტიციდების და აგროქიმიკატების მიმართულებით ჩვენი კვლევის შედეგები, იმიტომ რომ ისინი აღნიშნავენ, რომ მართალია გვიწრო ბაზარია და არ არის ფართოდ მოცული ბაზარი, თუმცა ეხება სასოფლო სამეურნეო წარმოებას, რიგი კვების პროდუქტების წარმოებას და საბოლოო ჯამში
ესეც გადაცემის ეფექტის მატარებელია. ამიტომ არის საკითხები, სადაც ჩვენც უზიარებთ, ისინიც გვიზიარებენ, მაგრამ ბევრი საერთო საკითხიც გვაქვს საბოლოო ჯამში. კი ბატონო, და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ, როგორია მოლოდინები წლევანდელი კონფერენციის შემდეგ, დასაწყისში ვისაუბრეთ ბიზნესზე და მნიშვნელობაზე ამ კონფერენციის, თავარი მესიჯი რა შეიძლება იყოს ქართველი მომხმარებლისთვის ამ კონფერენციიდან. მართალია ის ხვალდასრულდება, მაგრამ თქვენ დღეს რომ გაგვიჟღეროთ. საბოლოო ჯამში ალბათ ამ კონფერენციას ესწრება ძალიან ბევრი ადგილობრივი სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნეს სექტორი, მოხმარებელთა სხვადასხვა გაერთიანებები და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აი რა არის მთავარი და აქტუალური თემები თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის აი ონლაინ ვაჭრობა, მოხმარებლების ხაზით ერთ-ერთი აქტუალური თემაა, ამაზე გუშინაც იყო, დღესაც იქნება დისკუსიები და ალბათ მეტი ინფორმირება, რომ აი როგორ წყვეტენ პრობლემებს წამყვან ქვეყნებში და ეს 18 ქვეყნის წარმომადგენლები ყვებენ ამ გამოცდილების შესახებ. იგივე შემიძლია თქვა კონკურენციაზე. ამიტომ ეს გამოცდილება ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გვეხმარება იმაში, რომ შემდგომ მივიღოთ სამართლიანი და მომხმარებელისთვის სარგებლიანი გადაწყვეტილებები და ალბათ თავარი მაინც ეს არის, რომ გამოცდილება შედეგების გაზიარება, რაც მერე აისახება აღსრულებაში და პრაქტიკაში. ეს არის ალბათ თავარი საკითხი, რასაც ეს კონფერენცია შედეგების კუთხით აკეთებს ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა, ეს თბილისი არის ნოემბერში ტრადიციული შეხვედრის ადგილად იქცა უკვე, სადაც ეს საზოგადოება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს კონკურენციას და მოხმარებელთა უფლებებს, იკრიბება თბილისში. ეს მნიშვნელოვანი სამართო კონფერენცია არამედ ქვეყნის, ასე რომ ვთქვათ, სხვა მხრივ წარდგენასაც ემსახურება და ვფიქრობ, ცნობადობის და პოპულარიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ კონფერენციის ასევე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებას, რა თქმა უნდა, საქმიანობაში და ასევე კონფერენციის მიმდინარეობის პროცესშიც, ჯანსაღი კონკურენცია და სწორი ინფორმირებულობა, ეს დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, უზრუნველყოფს სამართლიანი თამაშის წესებს ბაზარზე, რაც არის მომხმარებლის მეტი არჩევნის შესაძლებლობა და ასევე მეტი დაცულობის. კი ბატონო. ასე რომ ვიყოთ ყურადღებით და მეტად ინფორმირებულები, დავიცვათ ჩვენი უფლებები.